27 აპრილს გვექნება ახალმთვარეობა კუროს ზოდიაქოს ნიშანში, ანუ ახალმთვარეობის დროს მზედა მთვარე ეს ნიშანში დგება და ეს ქმნის ძლიერ ენერგეტიკულ ფონს მანიფესტაციისთვის. ამიტომ 27 აპრილს ძალიან კარგი პერიოდია მანიფესტაციისთვის, ხო, სურვილების ჩაფიქრებისთვის. ამავდროულად, ვინაიდან კუროს ნიშანი არის ფინანსურ სტაბილურობასთან, კეთილდღეობასთან კავშირში, კარგია რომ გავაკეთოთ კერძოდ ფინანსური მანიფესტაცია, ხო? ამისთვის შეგვიძლია რომ დავუშვათ სპეციალური აფირმაციები, ხო? ანუ დაპროგრამებული სიტყვები გამოვიყენოთ, რომ აი მე ვიზიდავ ფულს, მე ვარ ფულის მაგნიტი, მე ვარ მდიდარი და ასე შემდეგ. აი ეს სიტყვები რომ გამოიყენოთ მანიფესტაციის დროს და ასევე შეგიძლიათ სამყაროს თხოვოთ კონკრეტულად აი რა თანხის მოზიდვა გჭირდებათ. შეგიძლიათ თხოვოთ რომ გინდათ რომ ნებისმიერ სახის ფინანსური ბლოკები მოიხსნათ თქვენ ცხოვრებაში. ოღონდ არ უნდა ვთქვათ სიტყვა არ, ანუ ნეგატიური ფორმულირებები აგრძელულია მანიფესტაციაში. თუ არ გვინდა რომ პირიქით მოვიზიდოთ ის რაც არ გვინდა. ამიტომ ძალიან კარგი დღე არის განსაკუთრებით ეს კუროს ახალმთვარეობა იმისთვის რომ ფინანსური ბლოკები მოიხსნას ყველა ადამიანმა და ეს ეხება ყველა ზოდიაქოს ნიშანს და ყველა ადამიანს. შეგვიძლია 27 აპრილს დღის განმავლობაში როცა მოიცლით, აი გააკეთოთ ეს ფინანსური მანიფესტაცია იმისთვის რომ მოიხსნათ ეს ფინანსური ბლოკები.